მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. ძველს, შუალედურს და ახალს. სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი. მე მაქვს ორი არხი, ეს პირველი არხია და გადადით მერე ლინკზე და დაიმატეთ მეორე არხიც. არ ინანებთ, ძალიან გამოისწორებთ ცხოვრებას და ძალიან კმაყოფილები იქნებით. ყველას მადლობას მოგახსენებთ ყველაფერისთვის, ლამაზი სიტყვებისთვის და ასეთი კეთილი განწყობისთვის. დიდი მადლობა, მეც მიყვარხართ, ვისაც ვგრძნობ, რომ ნამდვილად გულით წერთ აი ამ ყველაფერს. მადლობა ესეთი ლამაზი კომენტარებისთვის, აი გულიანი კომენტარებისთვის, დიდი მადლობა. ხო, რა მინდა გთხოვოთ, ეხლა თემა შეეხება, ეს იქნება დიაგნოსტიკა ჯანმრთელობაზე. დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ხალხია გავიზარდეთ, კიდე იმდენი უყურებს ჩემს არხს, რომ მოდერატორები ხოლმე უნებიან და მეც ვაკონტროლებ ხო კვირაში ერთხელ, ვინც არ არის გამოწერილი, რაღაცა ეხა გეტყვი 3700-მა უყურა ერთ კვირაში ისე ჩემი რიტუალები და გაშლები, რომ არ არიან გამომწერები. ხალხო, არ რეზონირდება მასე, თქვენ გონიათ, რომ სამყარო მასე დაგეხმარებათ? არა. კიდე მინდა გთხოვოთ, ეს თემას ეხება. გითხრათ, ახალო გამომწერებო, ძველებოც, არ შეიძლება ჩემი რიტუალების და გაშლების გადაკაჩვა. არ შეიძლება რომ ან WhatsApp-ზე ჩაიგდოთ, ან ისე უბრალოდ ლინკი გახსნათ და უყუროთ. არა, უნდა შეხვიდეთ ტარო ნინიაზე და კონკრეტულად ყოველთვის უნდა უყუროთ ჩემი არხიდან, ყოველ ჯერზე. მიხვდით ხო, ისე არ რეზონირდება, ტყუილად კარგავთ დროს და ენერგიებს. ყოველთვე უნდა გამოისყიდოთ, დიახ, კიდე ვიმეორებ, შვილზე უყურებთ, ის სხვა ადამიანია, იმაზეც ცალკე უნდა გამოისყიდოთ. ყველა ადამიანზე, მეზობელზე, ნაცნობზე, ყველაზე ცალკე უნდა უყუროთ და ცალკე უნდა გამოისყიდოთ. ეხლა კიდე რა მინდოდა მეთქვა, პატარა გასაუბრებაც იქნება, სანამ ჩავატარებ დიაგნოსტიკას, რომ მე მწერენ პირადში, რომ ესე იგი ვერ გიკავშირდებით, ზარს ნუ რეკავთ, გთხოვთ, მე რო გიტოვებთ კომენტარში, მომწერეთ, მე ხوار გიწერთ, დამირეკეთ, ხო განსხვავდება სიტყვა მომწერეთ და დამირეკეთ, ხალხო, ხო? და მომწერეთ, აუცილებლად, ნუ დამირეკავთ, თუნდაც პირად ნომერზე მომწერეთ, მაგრამ ნუ დარეკავთ, მე ვთიშავ ზარებს, იმიტომ რომ მე ვმუშაობ და თქვენ მე ხელს მიშლით, ანუ სხვა ხალხს უშლით ხელს, ვისაც მე თქვენსავით ვეხმარები იმ დროს, მიხვდით ხო? მე არ ვზივარ ფეხი ფეხზე გადადებული და მარტო ყავას და სიგარეტს არ მივირთვებ, მიხვდით ხო? ხო, და კიდე მინდა ესეთი თემა. შეშინებული ხალხი მწერს, ნინია, არ დავასახელებ კონკრეტულად, მამაკაცებიც არიან და ქალებიც არიან და წერენ რომ ნინია, აი მე იმის ტაროლოგის სახელსაც არ დავასახელებ, 250 ლარი ჩაურიცხე და საერთოდ და დამბლოკა და ერთი მწერს 180 ლარი ჩაურიცხე და დამბლოკა და აი ესე და ისე. მომისმინეთ ჩემო კარგებო, მე ნუ გამაიგივებთ, ვიცი რომ არ მაიგივებთ, ეს არც ერთს არ გითქვამთ, მაგრამ მე გეუბნებით, მე არა ვარ არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეასედე, ვინც ესე თაღლითობს. ეხლა ამას რაც შეეხება, მე მაქვს ორი რიტუალი თაღლითებზე და ქურდებზე. ადექით და უყურეთ, ნება იბოძეთ, მოძებნეთ, ამოსქროლეთ. მე ვერ მოგიძებნით რიტუალებს. გამოდის რომ მე უნდა ვიჯდე და თქვენს რიტუალები უნდა მოგიძებნოთ და უნდა გაყურებინოთ. მე რისთვის წერ საყვარლებო, რომ თქვენ გიღეჭავთ, გეუბნებით და მოძებნეთ, ამოსქროლეთ, შედით არხში, გაიცანით არხი, ნუ გეზარებათ. თქვენ თუ გეზარებათ, მაშინ მე რაღა გიყოთ მითხარით. აი ხო ვარ მართალი ამაში, ხო? ვიცი რომ მართალი ვარ, ხო? ხო, კიდე რა მინდა გითხრათ,
თუ რო უყუროთ, აი რას ვამბობდი, ნებისმიერ რიტუალს, ვაიმე, აი ჯანმრთელობაზე უყურეს და ცუდად გახდნენ. ეს იმათ დააბრალეთ, ვინც ჯადოებს გიკეთებთ, ჩემო კარგებო, წლობით დაგროვილი და როცა წმენდას იკეთებ, რა თქმა უნდა, პროვოკაცია ხდება და ეშმაკი კუც მოიქნევს და ისი არ წავა, სადაც გეტკინა და როგორც ცუდად გახდი, აი იმაზე გაგდადებული ჯადო და იმაზე გაგკლიტეები გასახსნელი. მიხვდით ხო, არ შეწყვიტოთ, აი ეს კარგია რომ მეკითხებით რომ ნინია ესე და გავაგრძელოთ თუ არ შეწყვიტოთ, უნდა გაუძლოთ მაგ ტკივილს, ისე არ გამოვა ნეგატივი. თუ ჩააგდებთ დღეს, მაგალითად 3 დღეს ვამბობ, 6 დღეს ვამბობ, 9 დღეს ვამბობ, ხო 21-ს არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ თუნდაც 2 იყოს. არ რეზონირდება, თავიდან უნდა დაიწყოთ რიტუალი. არ აქვს მნიშვნელობა წინა დღეს რომელ საათზე უყურეთ, ამასაც მეკითხებით, ყოჩა ხდეს ავაფასებ და მეორე დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ კონკრეტიკას საათებს. თავარია უყუროთ და არ ჩააგდოთ, ხო ხდებით არა? და თუ ისე უყურებთ, რომ ვაიმე თუ იმოქმედებს და თუ არა, მე დღეს და გუშინ მომწერეს და მე თვითონ ვთხოვე, რომ მაშინ გაეწერეთ ჩემი არხიდან, თუ მასე არ გჯერათ მეთქი და კიდე აი საჯაროდ გიცხადებთ, რომ გაეწერეთ არხიდან, მოძებნეთ აი ესეთი თაღლითური არხები, ფულებს რომ წაგართმევენ და მე სხვაში შეგეპარებათ ეჭვი, მიხვდით ხო? ეს მე არ მაკადრეთ, მაგრამ უკვე მომართვა, უკვე ეჭვის შეპარვა, ხო? აქედან უკვე მე არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ჩემზე ეს საუბარი არ შეიძლება, ეს იგივე დაბრალებაა, ხო? და ესე იგი უკვე ბუმერანგი გიბრუნდებათ, მიხვდით ხო? უკვე ბუმერანგი გიბრუნდებათ. მე არა ვარ მხოლოდ და უბრალოდ ნასწავლი დღეს ტაროლოგი, რომლებიც მართლა ბევრია თაღლითი და ბევრია მიუესალმები, ვინც პატიოსანი ტაროლოგია, რა თქმა უნდა. მე არავის საქმეს არ ვეხები და ნამდვილად არ მაინტერესებს იმას როგორ ჩაურიცხეთ, ამას რამდენი და ალბათ დაიმსახურეთ და იმიტომ ეს თქვენი გასავლელია, ჭკუის სასწავლებელია, ეს თქვენი კარმაა. თქვენ მაგაზე არ ინერვილოთ თუ ფული წაგართვეს და დაგბლოკეს და დიაგნოსტიკაზე აღარ ჩაქრთეს ხო ტაროზე. იმას თავისი კარმა, ის მიხედავს თავის კარმას და თვითონ კიდე მინუსში წავა და არ წაუვა საქმე კარგად, მიხვდით ხო? ეხლა თვითონ შეხვდება იმ ადამიანს, იმ ტაროლოგს, ისეთი, ვინც თქვენ ესე მოგექცათ, ისეთი ხალხი, ვინც აი ნამდვილად 10,000 ჯერ მაგიერს გაუკეთებს. ხო შეიძლება ფინანსებში არა, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოაქცევს, რომ სამაგიერო იქნება, ბუმერანგი იქნება და თქვენ მაგაზე არ ინერვილოთ. ალბათ ეგრე რომ მოგექცნენ, თქვენც რაღაცა სულ აუცილებელი კი არაა, სულ ყველაფერს ჯადოს ნუ დააბრალებთ ხალხნო. თვით იმას რა ქვია, თვით ფიქრები, თვით დაბლოკვა. აი ნეგატივი უკვე თქვენი ამოდის ეს ყველაფერი თქვენ თვითონ ცუდი ფიქრები აი ამ ყველაფერს მე აგროვებთ და ნეგატივი და უკვე პორჩა ხდება ხო ანუ დიდი ნეგატივი და ეს გიშლით მე ყველაფერში ხელს ხო ხდებით არა ხო მოკლედ აი ეს უნდა მეთქვა იმიტომ ჯანმრთელობას ეხება რომ მოგატყუებენ და გაყოლიფავენ და ის ხო ინერვიულებ ადამიანი ხო მოდი ახლა მე გავაკეთებ 3 ვარიანტს ჯანმრთელობაზე ეს არის დიაგნოსტირება და მინდა მე გავაკეთო რიტუალი მე მაქვს ჯანმრთელობაზე კრადნიკებზე ეს ამობრუნდა პირდაპირ პირველი ვარიანტი ალბათ ესე იყო საჭირო და მესამე ვარიანტზე 2 დაჯდა დავტოვებ ამას არ გავწევ ესეა საჭირო ალბათ სამყარომ ასე ინება ნახოთ აბა თქვენი ჯანმრთელობის სიტუაციები ხმის აჩქარება
და გადახვევა არ შეიძლება არც გაშლაზე, არც რიტუალზე. არ იმოქმედებს. აი ამასაც გეუბნებით. მეუბნებიან რომ აი ვაჩქარებ ხმას რიტუალზე. თქვენ რომ იმ რიტუალზე ხმას აჩქარებთ ხალხნო, ის ენერგია ხო არ ღებულობთ იმ ენერგიას. მე რო იქ საუბრობ ხოლმე, მე იქ ეს არა, თხილს კი არ იმაშვრები, ტეხავ და ხუმრობ. ის ხმა, ის ყველაფერი, საიდან მოდის ენერგია, ჩემი ხმიდან, ჩემი ხელებიდან, ჩემი სხეულიდან, ხო? ეს ყველაფერი ამას თქვენ იკლებთ და ისე აღარ რეზონირდება და რეზონირებას თავიდანებით აღარ იმუშავებს ისე. მიხვდით, ხო? ეს ვინ გასწავლათ და საიდან მოიტანეთ? ვაჩქარებ და ის რას ქვია აჩქარა? ფილმს უყურებ? ცხოვრების გამოსწორება გინდა? ვაი დედა ცუდად ვარ, ნინია მიშველე და იმას აჩქარებ? აბა დაფიქრდით ცოტა. გამგები გაიგებს. მოკლედ დავიწყე. პირველი ვარიანტი. ჯანმრთელობას რაც შეეხება. პირველ რიგში აქ არის ძალიან დაფარული რაღაცა ძველი შეიძლება იყო ან არც იცით თქვენ რომ გაქვთ რაღაცა პრობლემა პირველ ვარიანტს და არიცით რომ რაღაცა დაავადება კიდე გამოშვებულია, აი ძალით არის ხელოვნურად გამოშვებული. აქ დამიფიქსირდა თან მე იცით რა არის, ბევრჯერ ვცადეთ რომ ახვედით კიბეზე, მაგრამ კარებები, ანუ ჯანმრთელობის კარებები დახურული დაგვდათ, მიხვდით ხო? ან ოპერაციები გაიკეთეთ და გეგონათ რომ აი კარგად წავიდოდა საქმე, მაგრამ ან გართულდა, ან განმეორდა, ან რეაბილიტაცია არ მოხდა კარგად, იმიტომ რომ აქ გაზით გენაცვალეს სუშნასცი, უყურეთ, ეს არის უკვე დაპროგრამებული, არა მარტო სუშნასცი, ეს არის პარაზიტი, ეს არის დემონისებური სახე აქ უკვე, მიხვდით ხო? და აქ ამოდის კიდე ორსულობა, რომლის ნაყოფით ამას სამყარო ამბობს და თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ არის აქ შიში, რომ ვაი ესე არ მოხდეს, როგორ ვიმშობიარებ, როგორ განვითარდება სიტუაციები, ნუ აიკვიატებთ, აი რასაც მე ვსაუბრობდი წეღან სამყარომ გაგიმეორათ. ეს თვით დაბლოკვები და თვით იზოლაცია, ნეგატივები, შიშები, მე მაქვს რიტუალი შიშის მოსახსნელი, შიშისგან გასანთავისუფლებელი ლოცვები, ჩართეთ, უყურეთ. ვინც ორსულად ხართ და ან გყავთ ორსულად, ხო? ღმერთმა კარგად გიმყოფოთ და კარგად იმშობიარონ, ამინ. ნუ გეშინიათ, აქ კი არის ან წარსულიდან თქვენზე, ვინც ახლა უყურებთ ქალბატონებო, თქვენზე წარსულიდან უკვე ვისაც წლები, ესე 40 წელს, 50 წელს გადაცილებულები ხართ, რომ აი მუცლიდანვე დაიწყევლა, ამასაც მეუბნებიან, მიხვდით ხო? ან გვარი დაიწყევლა, ან თვითონ ბავშვი დაიწყევლა, ესეთი სიტუაციები ამოგდით. იყო ეს, როგორ იცით, აი იდუმალებით სავსე, შეიძლება არ იყო, ვერ ხვდებოდით, რატო იყავით ასე, რისთვის და აქ მერე რომ მოხდით ნინიას რიტუალებზე, აქედან გამომდინარე უყურეთ, უკვე მთვარეც გინათებთ, მატუშკა მთვარე და ნუ გეშინიაო, გეუბნებათ, ესე იგი, ან უნდა დაიწყოთ წმენდები, თქვენ ჯანმრთელობის სფეროზე, ან კიდე უნდა გააგრძელოთ და გაწმინდოთ ის, ვისაც კიდე ესაჭიროება ჩემო კარგებო. აქ კიდე მეუბნებიან ფეხებზე. აქ ორივე ფეხი ჩანს, მაგრამ მარჯვენა მუხლის ქვემოთ, არ ვიცი, შეიძლება ვენებია, ესეც შეიძლება გენეტიკური იყოს, შეიძლება ესეც სპეციალური ჯადოა ფეხებზე, რომელიც ესე იგი დგავთ ნაბიჯებს, მაგრამ მოკლე ნაბიჯებს და ისე უკან გიბრუნდებათ სიტუაცია და ისე უკან ბრუნდება თქვენი იგივე მეორდება, ხო? ამაზეც მე მაქვს ჩაწერილი რიტუალი, სარკისებური ახალ მთვარეზე მგონი, ხო? სარკისებური ჯადოს მოხსნა, უყურეთ მაგას. წინ რა არის, იცით, პატარა შეფერხებები არის, კი. ანუ აქ კიდე მეუბნებიან, შეიძლება ეხა გეტყვით სად
საშარდე მილში ან ესე აი მაგ ადგილას მუცელში მუცლიდან ქვემოთ არის კენჭები, ქვები და თქვენ გონიათ ან გაზებია ან ეგეც რაღაცას გიკეთებენ არა მიდით აი ეს ვისაც გრძნობა გაქვთ მიდით და ექიმთან და ლაზერის მეშვეობით დაშლით ან ვისაც პატარა ქვები გაქვთ არის იქ რაღაც სპეციალური ტაბლეტები რომლის ან გადასხმების მეშვეობითაც ჩამოვა მოკლედ გამოაგდებთ მაგ ქვას ხო მკერდზე მეუბნებიან ეს არის უკვე ხელოვნური ბევრზე მეუბნება მაგრამ ეს არის ხელოვნური პორჩა თქვენი სიძლიერე თმების ჯადოს მეუბნებიან თმები შეიძლება უკვე ბღუჯაგცვივათ ან შეღებვის გამო გეგონათ მაგრამ არა ეს არის ნამდვილად სახასრარა გაქვთ ჩაკრა ჩაკეტილი ბევრს წვდომა გაქვთ უფალთან დაკეტილი მთლიანი ჩაკრები გაიწმინდეთ ყოველთვე გიწმინდეთ ჩაკრები ხალხნო დამიჯერეთ ჩაკრებს დიდი მნიშვნელობა აქვს შესთხოვეთ ესე იგი ღამე რო ღამდება მეუბნებიან ეს მაჯალაჯუნები ხო მოგაკითხავენ აქ უკვე სარკისებულია ნამდვილად თორეც ხო სარკისებულია აი ესენი მოდიან ეს მაჯლაჯუნები და ანუ შემოდიან და ბესები უსულო არსებები სულები შავი სულები და აი ესე გზავნიან ხელოვნურად რომ თქვენ გქონდეთ არეული ცხოვრება ესე იგი ჯანმრთელად რო არ იქნები ფულიც არ გექნება ხო ვერ გამოიმუშავებ და ვერ გადადგავ ნაბიჯებს ხო და ესე იგი ყველანაირი კარებები გექნებათ გამოხურული აქ ჩანს რომ ყველანაირი ხშირად ბევრს გაქვთ გამოხურული კარებები ხო კიდე რა არის შესთხოვეთ ცას რო დაგეხმაროთ შესთხოვეთ მთვარეს დაგეხმაროთ მთვარის ანგელოზებს შესთხოვეთ რომ დაგეხმარონ სამყაროს კოსმოს ვარსკვლავებს ვინც აი ამ თემასთან ცოტა უფრო მეტად ახლო ხართ და დაგეხმარებიან კარგით ახლა გადავიდეთ აბა რატო ვინ გააკეთეს და რაზე გაქვთ კიდე გაკეთებული ну ხო თქვი არა აქ თავიც ვახსენე და მენტალი დაჯდა და შაბაშია გაკეთებული აჰა ვამბობ და ზუსტად ის ტაროები ამოვიდა უყურეთ აჰა რაზე ვსაუბრობდი მე აქ არის სერიოზული ნეგატივი პირველ ვარიანტზე უყურეთ შაბაშია გაქანებული ну რა არის ახლა გეტყვით გააკეთეს იმიტომ რომ თქვენი რომ ვეღარ გეფიქრათ ჯერ ერთი რომ საერთოდ დაგისრულდეთ ყველაფერი აბსოლუტურად რომ დამთავრდეს თქვენი ანუ მოკოდიო რა პირდაპირ გეუნებიათ აქ ისე კი არაა რომ ცოტა ნელ-ნელა არა პირდაპირ რომ მოკოდი ეს ცადეს უყურეთ შაბაშებს აკეთებდნენ აქ შამანიზმიც არის შამანის აქ რახან ორი მთვარე დამიფიქსირდა აქ არის უკვე შამანების სარკე გამოყენებული აქ სარკეში იყურებიან ისეთი ჯადოა თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ რომ არა ესე არ კეთდება მაგრამ კეთდება უყურეთ აქ სამი ადამიანი შეიძლება დები არიან შეიძლება თანამშრომლები შეიძლება წარსულიდანაც იყოს ეს გასაიდუმლოებული ამათ ეგონათ რომ გასაიდუმლოებული იყო ხო პირდაპირ სიკვდილის არხანგელი იმიტომ რომ აქ რა გითხარით მე სუშნასწები დემონები ბესები და ასე შემდეგ უსულო არსებები მოდიან გადმოდიან სარკიდან ხო აკურთხებინეთ სახლი ეშმაკების განდევნაზე აიაზმა ქვია მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიაში აკეთებენ მამაებს დაელაპარაკეთ და მოვლენ და გიკურთხებენ აიაზმა ბერძნული სიტყვა ანუ ეშმაკის განდევნა უბრალო კურთხევა არა იმ კონკრეტულად ეშმაკის განდევნა პირველი ვარიანტი დაიმახსოვრეთ ეს სამყარო გეუბნებათ ну ეხლა რა არის აქ აქაც მესამე მთვარე უყურეთ სამი მთვარე გასამდა ესე იგი რა არის ბოდიში მაგრამ უნდა ვთქვა ეს სიტყვა ჩაკვდი აი ეს არის რა მაღეზიანებ დედამიწაზე რო დადიხარ არ მოვისვენებ სანამ სუნთქავ ესე იგი მთვარეებს აი ეხლა თეთრი მთვარეა ვაიმე ეხლა წითელია ეხლა შავია ვაიმე ეხლა ახალია მერე დაბნელება უი აი ეს მთვარეებზე შეყვარებული ტუტუცები და მანიაკები აი ეს თემა დაჯდა მიხვდით ხო
გასამდა პირველი ვარიანტი აუცილებლად მოიხმარეთ ეკლესია და რიტუალები თავბრუდა მე ხა ნამდვილად ესია მე ხა აქ რომ ლაპარაკობ თან ბუმერანგი მისდის სანთელი ისე დღეშია რომ დავანთე რომ ესე იგი ჩემ ხმასზე მყვება ესე იგი მართალია ნუ გონებრივად მენტალზე გირტყავენ გითხარით უკვე რაზე აქ პირდაპირ მოკვდი ესეთი თემა აქაც ხო ხვდებით არა აქ უკვე ჩათვალეთ რომ აი აქ მშობიარეა აქ კიდე ჩვეულებრივი ისე ახალგაზრდა გოგო დგას ხო იმდენი წინააღმდეგობები გაქვთ წინ იმდენი წინააღმდეგობები ხელოვნურად შეგიქმნეს რომ ვეღარ დგავთ ნაბიჯს მაგრამ უყურეთ კიდე გეუნებიან სთხოვეთ ვარსკვლავებს სთხოვეთ ზეცას სთხოვეთ კოსმოსს სთხოვეთ აუცილებლად დაგეხმარებიან კარგით ეს რაზე გააკეთეს მოდი ეხლა ვინ გააკეთა ნუ აქ ჯგუფი ნახეთ უკვე რომ ვინ გააკეთა ყველანაირი ფაზის მთვარის ფაზაა გამოყენებული იცით რა არის გააკეთა ვისა ეხლა თქვენი წარმატება ჯერ გეტყვით თქვენი წარმატება აქ ბევრი ხალხია ძალიან ბევრ ხალხს არ მოწონხართ მინდა გითხრათ ძალიან ბევრს შეშურდა და შურს თქვენი წარმატებები თქვენი ის სიტყვაზე გამომუშავებული წვალებით ის ორი კაპიკი დავარქვათ ღმერთმა გაგიასმაგოთ სიტყვაზე ვამბობ ბევრს არ მოწონს მიხვდით ხო თქვენი წარმატება ან თქვენი წარმატებული სამსახური შეიძლება მოძრაობთ ხო გადაადგილებითი გრაფიკი გაქვთ სამსახურში თქვენი თანამშრომლები თქვენი ნათესავები სისხლით ნათესავები თქვენი სიძლიერე სიბრძნე აი კიდე რომ ფენიქსივით აღსდგებით და ბევრი ესე მოქცეულა აქ მიჩვენებენ და მეუბნებიან მე მოკლედ აი თქვენი თითეული ნაბიჯის ძალიან შურს მიხვდით ხო აი შურს და გონიათ რომ ეს კი კარგ გზებზე გატარებთ და რასაც გეუბნებათ ხო აი თქვენი გვერდშივე მყოფი პიროვნება არა აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ხალია და ბიჭი უყურებს ახლა თუ გოგო აი ეს სარკი ისევ ფანჯარა რა იგივე სარკისებური ხო გეუბნებათ მეოთხე და 4 გზა 4-ვე გზა ჩაგიკეტეს რომ ესე იგი ვეღარც იმოგზაუროთ ვეღარც თუნდაც აი სახლიდან არ გახვიდეთ ან პირიქით სახლიდან გასული ხართ და სახლში შემოსვლა არ გინდათ მიხვდით ხო რომ თქვენ ეზოში არის ეზოში მეთქი შეიძლება ეზოშიც არ იყოს პრაზნიკი აი ესე მათქმევინეს თქვენს ქუჩაზე რო არ იყოს პრაზნიკი ზეიმი ასე დავარქვათ ხო და სუზამთარი რო იყოს და გაზაფხული და ზაფხული და შემოდგომა ლამაზი არ იყოს აქ კიდე ფეხებს მიჩვენებენ მოკლედ და იცით რა არის აბა დაუკვირდით აი თქვენი სიტუაცია დუბლიკატი ვინ გაიმეორა ვინ იყო ცუდად ვინ იყო საერთოდ ფინანსები არ ქონდა ვინ ავანტყოფობდა კრატნიკები აქ ჯანმრთელობაზე პირდაპირ მიხვდით ხო ეხლა ის არის კარგი აბა დააკვირდით ამას დააკვირდით ესე იგი ის ადამიანია თქვენ რო გონიათ რომ აი მე რას ლაპარაკობ აი ესეთი კარგია და ის აი ეგ კარგი ადამიანი გიშვებათ აი ამ ყველაფერს გასაგებია და ეხლა ვნახოთ აჰა დარიგება უნდა მეთქვა თვითონ გადმობრუნდა კი ბატონო სამყაროს როგორც სურს კი უნდა განულდეთ მოიქეცით ისე როგორც მტერი გექცევათ უყურეთ ნუ იყვირებ მე აქ სახელს არ დავასახელებ დიაგნოსტიკაზეც მყავს და ბევრი მეუნება რომ მე ახლა იცი რა აი გავუგზავნე და ვუთხარი რომ მე ვგრძნობ და შენ ესე ნუ აკეთებ თორე აი ნახე რას გიზავ ხალხნო მაგია სიჩუმე უყვარს სიჩუმე ნუ ეუბნები თორე ისეც გაგიკეთებს მტერს შენ ნუ ეხუმრები ინტერნეტში დღესდღეობით 1000 საშუალება 1000 წიგნებია 1000 ის არის ადგება და საერთოდ ფულს არ დახარჯავს შეკვეთას სხვაზე და თვითონ გაგიკეთებს მიხვდით ხო და დაანებეთ თავი ხახნო ნუ რეებს ლაპარაკობთ ნუ მაგიშებთ არავის არაფერი არ უთხრათ რას ქვია მე შენ ბუმერანგი გამოგიშვი და გიხაროდეთ თქვენთვის ჩუმად უნდა გააკეთოთ აი ზუსტად მაგას ვამბობ მე უყურეთ
უნდა გაასულელოთ მტერი, როგორც თვითონ გადმოიზიდა თქვენი ყველაფერი და პირდაპირ მოკვდი, ჩაძაღლდი, აი დაგიფიქსირდათ პირველ ვარიანტს, ხო? აი უყურეთ, ეხლა ჭკვიანად უნდა მოიქცეთ, ახალ მეგობარს შეიძენთ, ან თვითონ გამოგიგზავნეთ სამყარო. შეიძლება მეც ვიყო თქვენი მეგობარი, რომელსაც ენდობით, რომლიდანაც ესე იგი უყურეთ უკან როგორი მოწმენდილი ცა გაქვთ, პრობლემები აღარა გაქვთ და ასე შემდეგ. ყველა სეზონი დაგიფიქსირდეთ, რაც წეღანმე სიტყვიერად ჩამოგითვალეთ, ხო? და ეს მეგობარი აი ამ პატარა ცოტა ხო, დიდი წინააღმდეგობები აღარა, ამ პრეპятствиას გაგაყვანინებთ, მიხვდით, ხო? გაგაყვანინებთ. აქ ახალი აი ეს გზები გაგეხსნებათ გენაცვალე უკვე და აი ეს დიდი პოსახი ხელში ჯოხი რო გიჭირავთ, ეს არის თქვენი ცხოვრების ჯოხი, ეს გეხმარებათ, ეს რო კარმა გაიაროთ, კარგად რო გაიაროთ კარმა. ნუ გეშინიათ გამოძვრებით, უკვე გამომძვრალი ხართ ბევრი, გამოძვრებით და თქვენ ხმას უკვე ყელის ჩაკრა გაიწმინდეთ. თუ ესე იგი აქამდე ადრე ყველას ესმოდა თქვენი, აი ხმის ტემბრით მოყვებოდათ ხალხი და აი იმედის მომცემი და ეს ხო? აი ახლა მერე შეგიწყდათ, უყურეთ, პორჩადან და აი ახლა ისევ დაიწყება, ისევ მოგისმენთ ხალხი, ისევ გამოყვებათ, მიხვდით, ხო? ისევ გამოყვებათ. ძალიან კარგი, მადლობა პირველ ვარიანტს, სანთელმა კარგად გადაამუშავა ყველაფერი და გადავალ მეორე ვარიანტზე თქვენის ნებართვით. პირველო ვარიანტო თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩართოთ, მოიწონეთ ვიდეო, ნახვები ბევრია და ხალხო გეზარებათ ლაიქს რო დააჭიროთ, აი ესეთი თითი როა დააჭირეთ, მოიწონეთ, რომ კარმაში პლუს დაიწერთ, მე არ ხუმრობ და სხვებსაც დაეხმარებით, ხო? კარგით. მეორე ვარიანტი ნახოთ აბა, ჯანმრთელობა, დიაგნოსტიკა. ნუ აქ ამოვიდა თასების მეფე, რომელსაც ესე იგი სიყვარულით შეუძლია შეგვპირდეს ლამაზად, ხო? აქ უფრო შეიძლება ბიჭებზე, მამაკაცებზე მიგვანიშნებენ, მოდით ჯერ ესე ვიტყვი, კარგი მოსაუბრეა, ესე იგი შეეძლო ადრე რომ ეს წინააღმდეგობები ეს გადაელახა, გაეცურა, ხო? ნახეთ აქ ქალთევზას ფეხია, ხო? ეს მაგიურია რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ფეხები აქვს შეკრული, მიხვდით, ხო? ფეხები აქვს შეკრული და იმდენად უჭირს მენჯებში, წელში, რომ უკვე უყურეთ თან პრობლემები რა არის ეს ქვები, კლდეები, ხო? პრობლემებს დაეყრდნო, რომ ვეღარ დგება ფეხზე, მიხვდით, ხო? ან თქვენ ხართ მანდილოსნებო, ქალბატონებო, ესე არც ამას გამორიცხავ. რა არის, რომ ის სითბო ვეღარ გასცეთ, შური დაფიქსირდა ოჯახში. აი აქ უყურეთ, კარები ღია გაქვთ და ვერ შედიხართ, აი რომ მიფოფხდეთ, ხო? აი ვერ შედიხართ, აი ზოგის ისე გაქვთ უკვე, რომ სხვისი დახმარების გარეშე შეიძლება ლოგინამდე ვერ მიხვიდე ადამიანი. აი ეს არის გაკეთებული, აი ეს უნდა ზუსტად მიხვდით, ხო? არა და ყველგან კამკამა წყალი ჩამოდის. ნახეთ რა კარგი ჯანმრთელობა გქონდათ და ძალიან კარგი იმუნიტეტი გქონდათ და წაგართვეს ეს ყველაფერი, ხო ხდებით? აი ეს შეგეძლოთ, რომ აი დაუფიქრებლად ხობ და მოიფიქრეთ რაღაცა და რეალიზაციაში ჩანჩქერივით, აი ესე გადამხტარიყავით, გაგეცურათ, მიხვდით, ხო? თქვენთვის წინაღობები არ არსებობდა, საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ეხათ ნახეთ, რამდენი წინააღმდეგობები გაქვთ, ჩემო კარგებო, მენტალზე აქვს, ყურებზე აქვს, წვერს ვინც ატარებს, ან ბლანჟეს რო ეძახიან, აი ეგეთი პიროვნებები, კიდე ბოდიში მომთხოვია, იღლიის ქვეშ უყვართ, ჩადება ჯადოების, ნახეთ როგორი გაშავებულია, აქ პირდაპირ თევზზე და კვერცხზეა გაკეთებული ჯადოები და წყალზე და მარილზეა, ანუ სანთლებზე, წყალში და მარილში ჩადეს და ნუ პირიქით წაიკითხეს ლოცვები, მიხვდით, ხო? სხვა ეგრეგერებს შესთხოვეს და არა უფალს და ზემოძაზე უზენაეს ძალებს. მოკლედ გაქვთ შანსი, რომ გამოჯამრთელოთ
ჩავთელდეთ, რა თქმა უნდა ისევ წმენდები, რიტუალები, წამალი მე ვამბობ, წამალი ეკლესია და რიტუალები ერთად ყველაფერი მიხვდით, ხო? აქ რახან კვერცხია, აქ შეიძლება საკვერცხეები, ან მამაკაცურ პოტენციაზეა პრივაროტი გაკეთებული, აქ კვერცხზეც არის ნამუშევარი და ხელები მტევანი პირდაპირ გიჩვენებთ მტევნის პორჩა და ხელებიდან ხო ვიღებთ ჩვენ ფულს და საკვებს და ასე შემდეგ, ხო? ჯერ ფული უნდა მიიღო, რომ საკვებს ისე ვერ იყიდი, მიხვდით, ხო, რაზეა საუბარი. აქ კიდე მესამე ჩაკრაა დაფიქსირებული, ისევ ჩაკრებს გიმეორებენ, ხო, ხედავთ სამყარო და ანგელოზები და აი სანთელი გამიგიჟდა, მგონი ისკრა აქვს და ჩანს როგორ ხტუნაობს, ხო? ხო, მოკლედ, ეს კარიერა, ეს რაც ღია გქონდათ კარებები, კი ისევ გაგეღებათ, მაგრამ როგორ არის, აქ ოჯახიც დაფიქსირდა, ოჯახზე ჯადო არის გაუგებარი ჯადოების მოხსნა ოჯახზე უყურეთ, აქ კიდე თანამშრომლობა შეიძლება უფროსმაც გაგიკეთათ რაღაცა ან ესე იგი ერთად რომ მუშაობთ და როგონია რომ კარგი ქალი ან კარგი მამაკაცია და ამ დროს ძირს გითხრის მიხვდით ხო აქ კიდე წინაპრების ის გამოვიდა რა ქვია ჩავწერ აუცილებლად ჩავწერ მე გითხარით ჩავწერ მეთქი და ჩავწერ წინაპრების ანუ რადავოი კანალ აი ესე პორჩას მოხსნას და გაწმენდას და უყურეთ აი როგორ არის იცით გადახლართულია ესე იგი წინაპრებს შეეხნენ რომ ესე აი წკაპს ანთელმა დაიტკაცუნა ჩაგიკეტეს წინაპროლის ხაზი რომ ვეღარ დაგეხმარონ ზემოდანად წვდომა აღარა გაქვთ მიხვდით ხო უფალთან აი თქვენი ისი აღარ ესმის ბევრ ვარიან შეესია გოგოებო ბიჭებო ან თქვენ შვილზე მამაკაცების ხაზიც რა და მინდა გითხრათ რომ აქ წინაპროლი უფრო მამაკაცების ხაზს მიჩვენებს აი ეხა ამ წუთას დაბინძურებულს კი მაგრამ არა ნუ გეშინიათ გამოხვალთ სიტუაციიდან ნუ გეშინიათ ნინია თქვენთან არის და ყოველთვის ვეცდები რომ გამოგაწვრინოთ აი ამ სიტუაციებიდან მაგრამ მე რას გეუნებით ხოლმე და რას გთხოვთ აქ კიდე მეუნება რაღაცა ილაპარაკეო აბა ნახოთ რა სანამ გეტყვით რომ თუ ზუსტად ისე შეასრულებთ რიტუალს და უყურებთ როგორც მე ვამბობ 100% რეზონირდება კარგით ну აქ წინაპრებზე მეუბნებიან რომ სადღაც წელიწადი მაქსიმუმ 2 წელი დაიღუპა ქალს მიჩვენებენ მაგრამ შეიძლება მამაკაციც იყოს არ გამორიცხავ რომელიც სიზმრებში გესიზმრებათ არ განებებთ თავს ну ეხა მიცვალებულმა კი იცის დასიზრება მაგრამ ხშირი და შემაწუხებელი და სულ ის რო გიტრიალებთ თავში მიბმა გაქვთ გაკეთებული მაგ მიცვალებულზე მიბმა კარგით ახლა ნახოთ ოპა პირდაპირ გულის ჩაკრა კიდე დაგემატათ დღეს ნახეთ ჯამრთელობაზე მეორე ვარიანტი როგორ აქ კიდე ჯამრთელობა დაგიდე კიდე ჯამრთელობა ну მადლობა უფალო და ნახეთ სურეებია დიდი მადლობა აი პირჯვარი უნდა გადავიწერო მადლობა უფალო რომ და სამყარო რომ ესე მეხმარები რომ მე დავეხმარო ჩემს გამომწერებს ნინია რატომ აუცილებლად გამოვიწერო იმიტომ საყვარელო გპასუხობ გამგები გაიგებს რომ მე ჩემს ძალებს ვერ გავაფრქვევ ესე მთელი მსოფლიოსთვის მიხვდით ხო რო იქნები ჩემი გამომწერი რა თქმა უნდა მე მივდივარ ხოლმე მეტეხის ეკლესიაში და თქვენ სახელზე ყველა ჩემი გამომწერის სახელზე პარაკლის ვატარებინებ და თქვენ სახელებს ვასახელებინებ მიხვდით ხო აი ესეთ რაღაცას აკეთებს ნინია ჩემო კარგო თქვენთვის თქვენ რო ჩემთან ხართ მე ვცდილობ რომ ხელი ხელს ბას სულ ამას ვამბობ მე ხო და რო დაეხმარები ცალი ხელით გაგიჭირდება ხო რო კარგად მყავდეთ და ჯანმრთელად მყავდეთ უყურეთ როგორ დაფიქსირდა გულის ჩაკრაც დაგიფიქსირდათ ხო რაზეა გაკეთებული ხო რაზე ჩემო კარგებო და ურთიერთობა სიყვარული დედაშვილური მამაშვილური ბებია და შვილი აბსოლუტურად ყველაფერზე მარტო სასიყვარულო ის არ არის ეს გულის ჩაკრა არის საერთო ემოცია აღარ გიყვართ აღარ ხარიათ ბევრს ხო აი მარტო მინდა ყოფნა აი გონიათ რომ აი ეს ზედმეტად ესე უნდა ვქნა ზედმეტად ისე ყურადღება ზოგს ეს საზრები გაქვთ მიხვდით ხო
ეს არის კი ბევრი ჩაერია თქვენ ურთიერთობაში, ყველანაირ ურთიერთობას გულისხმობ, დაგაშორათ და აქ მეუბნებიან რძალს მეუბნებიან, ან შვილის ცოლს ან საცოლესაც მეუბნებიან და დანარჩენი კიდე ვინც ჩამოვთვალე, რაც ჩამოვთვალე, გულის ჩაკრა. ხანდახან ისე გიჩქარდებათ, რომ ესე იგი აი ყურთან გირტყავთ, ხო? ეს უკვე მიდის ხრეტა, პრაბოი ესე ქვია, ანუ ხრეტა მიდის თქვენი ენერგეტიკის და თქვენი გულის ჩაკრასი, თქვენი დაცვების მიხვდით, ხო? ხო, და კიდე რა არის, რაზეა გაკეთებული თქვენს იმუნიტეტზე. ვიყოთ მომხიბლელები, მე მაქვს რიტუალი, ჩართეთ უყურეთ, გაახალგაზრდავება. კრადნიკებია აქ პირდაპირ, კრადნიკებია დიდი ჯანმრთელობაზე და აქ ყველაფერია შესული. როგორც პირველ ვარიანტში შაბაში ამოვიდა, აქაც შაბაში ამოვიდა, ჩემოკარგებო, რომ ეს სილამაზე, ეს თქვენი ჯანი, ეს თქვენი სულიერება, ეს თქვენი სიძლიერე, ხო, საერთოდ რაც გახასიათებდათ და გახასიათებთ, ხო, ყველანაირი ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ოთხივე კუთხიდან, ესე იგი, უყურეთ, აი მთლიანად ჩაკეტვა გაქვთ, უყურეთ მთლიანად, ცდილობენ, მაგრამ აქ მეუნებიან, რომ ბევრი წმენდას ვინც იკეთებს, ხო, უკვე გამოხვედით ამ სიტუაციიდან და ზემოდან ნახეთ, ზეცაც გიყურებთ, უკვე წდომა ესმის უფალს უკვე თქვენი მიხვდით, ხო? უკვე ესმის თქვენი, ძალიან კარგი. აქ უნდა დალიოთ, წყალი ვისაც გიყვართ, გააგრძელეთ, ვისაც არ გიყვართ, ცოტა არც გაზიანი, აქ მეუნებიან გაზიანები, კოკა-კოლა, ეს ხშირად ვინც სვავთ, შეცვალეთ თქვენი მუცლისთვის, იმიტომ რომ აქ მუცელსაც მეუნებიან, მერე მუცლის ტკივილებია, ეგეც ხელოვნური პრობლემაა, გენაცვალე, ხო, გასაგებია და რა არის კიდე გაკეთებული, რა არის და ესე იგი დემონი, ხო, აჰა, ნახეთ, დემონი ამოვიდა. ეს უკვე არის ყარაული, დემონების ყარაული. შავი მაგისტი რო აკეთებს ჯადოს, იმას მერე სულს იძახებს, ზოგი ისეა უკვე რომ სახლშიც იძახებს, სულს საფლავებზე აღარ ჭირდებათ წასვლა, უკვე 21 საუკუნეა. მერე ან თვითონ ეშლებათ ხელი და არიციან როგორ დახურონ, ახალი მოსწავლეები ვინც არიან და ესე ვარჯიშობენ, მიხვდით, ხო? ნებისმიერ ადამიანზე იმათ არ აინტერესებთ, ისინი ხო ეშმაკის მოციქულები არიან ადამიანის სხეულში. მაგათ თავიანთი კარმა აქვს და თვითონ მიხედავენ თავიანთ ნეგატიურ კარმას. რა თქმა უნდა, ადამიანს რო აფუჭებ, მერე ის ბუმერანგი გიბრუნდება, ხო? და უყურეთ, ფსიქოლოგიური დარტყმები, აქ არის უკვე სუიციდის ფიქრები, აქ არის უკვე თვითმკვლელობებზე, აი რო იქიდან გადახტე და თავი ჩამოიხრჩო და ასე შემდეგ, ან თქვენიან საქმე ვინმეს, ხო, მიხვდით, ხო, დაძმას შორის დაპირისპირება, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება, თანამშრომლებთან, მეზობლებთან, ნებისმიერ სიტუაციაში დაპირისპირება აბსოლუტურად. აქ არის სერიოზული წმენდა ჩასატარებელი, მეორე ვარიანტი, საერთოდ ორი ვარიანტი, ჯერ მომმართეთ დიაგნოსტიკაზე, მეგობრებო, შეიცვალა დრო და საათები და მე სამი ვარიანტი ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ ჩემი დროის უქონლობის გამო, რომ თქვენ მეტი ყურადღება მოგაქციოთ, ერთი იქნება კამერის გარეშე, მეორე და მესამე ვარიანტი იქნება ზარი კამერიდან და პირველი ვარიანტი იქნება არის უკვე კამერის გარეშე და ვისაც გნებავთ მომწერეთ, აი ესე ჩაგიგდებთ ხოლმე ვარიანტებს, ამოირჩიეთ და მე წინას როგორ ხდება ჩართვა მეკითხებიან. წინასწარ ხდება საყვარლებო ჩართვა, მე უნდა ჩაგწეროთ, ან ჩემი მოდერატორია ესე და მე გიპასუხებთ, მიხვდით, ხო? ხო, აბა ვნახოთ ახლა ვინ გააკეთა. ვინ გააკეთა? ვინც ამბობს, რომ მე შენთვის ძალიან ყველაფერი მინდა, კარგი მიყვარხარ, აი აქ ფიქსირდება ნათესავი, არანათესავი, სისხლით ნათესავი, არასისხლით ნათესავი, თანამშრომელი და ასე შემდეგ, რომელმაც პირდაპირ რა ვთქვი მე ზემოთ, აი აქ უფალთან წვდომაა ჩაკეტილი მეთქი კიდე, ხო? ესე იგი სამეფო კორონას ვეძახი მე ამას, ჩაკრა, ხო? რომ ჩაგიკეთო
ჩაგიკეტეს, ესე იგი სპეციალურად ჩაგიკეტეს ბავშვებზე უფრო, ბავშვებიც ავადმყოფობენ, აქ მეუბნებიან ნეგატივი, რა თქმა უნდა, მშობელს რო უკეთებენ, ბავშვები იჩაგრებიან, აქ მეუბნებიან, შეიძლება განქორწინება ხდება, მოხდა და ბავშვებზე თქვენც ნერვიულობთ და თქვენც ესე იგი ბავშვებზე გადადის, ბავშვებს ესე იგი ძილი აღარ აქვს მიხვდით ხო? ვინც იძახის რომ ესე იგი ვინც იძახის რომ მე აი შენთვის კარგი მინდა და იდეებს დაუკვირდით, აბა იდეებს გთავაზობთ, აი შე რო ესე იტყვი, ის თავისას გეტყვის, რომ აი ესე ხა ყველას ნუ გაიგივებთ, მაგრამ თქვენ თვითონ გული არ არსებობს ის რაღაცა ინტუიცია, რომ პირდაპირ ან გული აგიჩქარდებათ, ან მუცელში რაღაცა დაგარტყავთ. არის ესეთი ისინი, მიაქციეთ ხოლმე ასეთ ნიშნებს ყურადღება, მიხვდით ხო? თქვენ სახლში შემოსულია და დარჩენილიც არის რა, მოდით ესე ვთქვათ, ბევრ ვარიანტში. იცით რა არის? აქ ისეთმა ძლიერმა გააკეთა, რომ იმალება, ეხლა ბაბა იაგას ვეძახი მე, რისი ბაბა იაგაა, ხო? ანუ ვეძმა, ჩორნაე ვეძმა, რომ არ დაიმალოს, მიხვდით ხო? მე ახლა აქ კიდე ერთ ტაროს დავამატებ, ვინ გააკეთა. ნუ აქ სრული ჩაკეტვა გაქვთ უფალთან, ხა რო არ ავხსნა ანგელოსთან, პირად ანგელოსთან სრული ჩაკეტვა გაქვთ, მიხვდით ხო? და რას გეუნებათ სამყარო, იცით? მოიხმეთ თქვენი პირადი ანგელოზი, აქ უფრო ბიჭი ფიქსირდება, მაქვს მე მამაკაცის გაწმენდა და ნეგატივის მოხსნა და აუცილებლად გაუკეთეთ. აქ ეხა პატარა ცხადია, მაგრამ შეიძლება დიდია, თქვენი შვილი ან ვინმე, მიხვდით ხო? ფინანსები, აიყურეთ წელზე ჩაკეტილი გაქვთ, რომ ესე იგი მუხლის ჩოქა რო იხოხოთ, მიხვდით ხო? და აი ღმერთო მიშველეთ ან ტკივილისგან, ან ხალხო და მეხმარეთ, აი ესეთ სიტუაციაში ბევრი მიგიყვანეს რა და რომ მიხვიდეთ. აჰა, ვინ და უყურეთ ხო თქვი ოჯახში შემოსულია, ნუ მადლობა. აჰა, მე რო ვამბობ, მე ამოდის ხოლმე ტარო. ოჯახშია შემოსული, ოჯახშია დარჩენილი, შეიძლება დარჩენილი არ იყოს, მაგრამ როგორ იცით, აი თქვენი სისხლით ნათესავი ვიტყვი პირველ რიგში და მე არასისხლით ნათესავებს ვიტყვი რა. პირდაპირ შემოსულია, აქ ნივთებზეა, საჩუქრებზეა გაკეთებული, შეიძლება ნათლიაც იყოს და ბავშვის საჩუქარზეა გაკეთებული და ან თქვენც რაღაცა გაჩუქათ სანთლებიც თუნდაც ხო? ნუ მოკლედ ოჯახზეა აქ გაკეთებული, ოჯახზე. მადლობა სამყაროს, მადლობა მეორე ვარიანტს, მოიწონეთ აუცილებლად ვიდეო. არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და კომენტარი, მადლობა სამყაროს. და იცით რა არის, თქვენ შეგიძლიათ რომ მეკითხებიან და თავისუფლად შეგიძლიათ უყუროთ ყველა ვარიანტს, ან ერთი თქვენთვის, ერთი თქვენი შვილისთვის, ერთი შეყვარებულისთვის, მეუღლისთვის, ბებია, მეზობელი, მიხვდით ხომ, ესეთი თემაა. ნუ აქ სამყარომ როგორც ინება, მესამე ვარიანტი ვნახოთ, მგონი რაღაცა აქ სერიოზული ხალხი მიყურებს ეთქვა. ყველა სერიოზული და კარგები მყავხართ, მაგრამ აბა ვნახოთ აქ რატო ამოვიდა ორი ცალი, ორი ვარიანტი, მე ერთზე ვშლიდი ხო, ჯანმრთელობაზე ვკითხოთ სამყაროს, აბა. აჰა, გასაგებია. ნუ აქ პირდაპირ დადებულია, ვიტყვი რომ ისეთ ჯერ მამაკაცზე, რომელიც ესე იგი კარგად ბიზნესში კარგად აქვს საქმე, კარგად მუშაობს, ყველაფერი შემომტანია, კარგად გამოიმუშავებს, სიმდიდრეც აქვს და სიუხვეც და კეთილდღეობაც, ხო, რაზე? ფულზეა გაკეთებული, დაბლა ჩაკრებზე, რომ ეს ფული მერე ჯანმრთელობაზე მოიხმაროთ, გინდა არ გინდა, ხო ხდებით, რომ ესე იგი ისე ვეღარ გამოიმუშაოთ, აი აქ არის ფეხებზე კიდე წყვილში, ბიზნესში, ვისაც გქონდათ ხო, ან თქვენ მამაკაც, ან თქვენ მამაკაცებო, რო გქონდათ ესე იგი გადაადგილების საშუალება, ფეხები ჩაგიკეტეს, ფეხები შეიძლება თითებიც კი გტკივათ, ფეხის რომელიმე თითიც მიჩვენებს ხო, მხრებზე დიდი სუშნასწი გაზიდგენა ცვალე და არის ესეთი პარაზიტი, ზურგის ზახრიბეთნიკს ვეძახი მე, აი ზურგი
მხრიბეთ, ანუ თევზის ფხა, ხერხემალი რო გვაქვს და აქეთ-იქეთ ძვლები, აი ეგ არის რა ფხა. აი ეს ფხიანობა აღარა გაქვთ ბევრ მამაკაცს, ან თქვენ მამაკაც გოგოებო, რომ და ვეღარ გამოიმუშავებს ფულს, ანუ პორჩა არის მთლიან ზურგზე, მაქვს მე რიტუალი ზურგიდან მოსაცილებელი პორჩები, ფეხები კიდე, მუხლებიც კი, მარცხენა მენჯის ბარძაყის ძვალს მეუბნება. ეს არის პირდაპირ სიკვდილზე გაკეთებული, რომ პირდაპირ ფული ვერ გამოიმუშაოთ, მიხვდით ხო? და დაგაქვეითონ სამსახურიდან, ბევრმა დაკარგეთ მგონი სამსახური, ან უკვე ბევრს ემუქრება ესეა ჩაფიქრებული, მე ხო არ ვამბობ, მე ხო არ გამიკეთებია, მე ვამბობ როგორც ამოდის. ხო, აქ კიდე მანდილოსნებო, თქვენი შემოქმედება, თქვენი ეს ჰარმონია, ნახეთ როგორ მტრედს უშვებთ და ესე იგი ვინც ორატორობთ, ვინც მასწავლებელი ხართ, ვინც ლექციებს კითხულობთ, ვინც ან საუბრობთ, მღერი ხართ, შეიძლება თეატრალურზე ხართ, ხო ხვდებით არა? აი ესეთი თემა ან ხალხში, აი ხა მე ხო საუბრობ, აი ხალხში გაქვთ ურთიერთობა, ინტერნეტით მუშაობთ, ხო ხვდებით არა? ან საზღვრებზე მიჩვენებს კიდე ხო, საზღვრები აქ ემიგრანტებო, თქვენთვისაც ეს იგივეა, რა თქმა უნდა. მე მაქვს კონკრეტული გაშლა ემიგრანტებისთვის, ის დღესაც მოქმედია, ჩართეთ უყურეთ, დღეს ადრე თუ უყურეთ, დღეს სხვანაირად მოგეჩვენებათ, გაშლა არის ემიგრანტებისთვის, ყოველთვის, ყოველ დღეები რო გადის და წელი, რა თქმა უნდა, მერე სხვანაირად გაწვდით სამყარო და იგივე სხვანაირად აგისრულდებათ, წინ წაგივათ საქმე, მიხვდით ხო? აქ არის რომ უფრო მეტად იწვალოთ, იცით რა არის, აქ არის იზოლაცია, რომ შიგნით, აი ესე იგი ვერც წინ გადადგათ ნაბიჯი, ვერც უკან, მიხვდით ხო? ზოგს ისე დარტყმები გაქვთ მაგიური, რომ აი გეშინიათ, აი მოვასწრებ ახლა მე ან პურზე ჩასვლას, ან აი გაქცევას, გამოქცევას, ან აფთიაქამდე, აი ესეთი თემა გაქვთ, მიხვდით ხო? შიშია, ისევ შიში დაფიქსირდა და გარეთ ესე იგი ხალხი კიდე მუშაობს, მიხვდით ხო? ანუ კურირებთ შორიდან, აი ეს დაგაშორათ აი ამ ხალხს, რომლებთანაც ესე იგი მეგობრობდით, რომლებთანაც თანამშრომლობდით, ან განკარგულებებს აძლევდით, ანუ ცუდად კი არა, ესე ქვია განკარგულება, ხო, წესდებები. აი ეხლა ეს ყველაფერი ჩამოგიქვეითეს უამრავ, აქ ოთახიც დაფიქსირდა, აქ სახლის შესასვლელი, აქ შეიძლება პატკლადები რო ქვია, რო გიგდებენ და გიკეთებენ ჩადებული ჯადოები და დაგდებული ჯადოები, მიხვდით ხო, შეიძლება უცებ გეძინოთ და ცხიმები წაუსვან, ან რაღაცა გლაზოკი რო ქვია, რა ქვია, გასახეთში, რომ ესე იგი რაღაცებს წაიჩურჩულებენ, ხო ხვდებით არა? მერე ან რაღაცას დაგისხავენ და გადმოაბიჯებან, ზარი იქნება დააკაკუნებს ვინმე, გაიხედავ და უკვე არტყმული გაქვს ეგ ჯადო. გასაგებია ძირითადად აქ ორივე ვარიანტში, ქალშიც და კაცშიც, შეიძლება წყვილებიც იყოთ აქ წყვილებიც, ცოლ-ქმარიც და წყვილებიც ისე. და ესე იგი მე აქ არ გამოვრიცხავ რომ აი ამ ესე იგი აი აქ უკვე გადაიბირეს, აქაც კრადნიკებია, ჯანმრთელობაზეა კრადნიკები, რომ თქვენი ძალა, თქვენი ის გაიმეორეს, კოპირება გააკეთეს, ხო? აბა ვნახოთ. ხო. პირდაპირ 4-იანი ხმლები ახახო თქვია რა, რომ დაწექი და ვეღარ ადგე. რომ აი სხვისი დახმარების გარეშე რომ ვერ გაიარო, ვერ გააკეთო ვერაფერი და აქ მეუნებიან რომ წლების წინ იყო ესეთი თემა, რომ პორჩა შავი ნეგატივის გამო თქვენ შეიძლება კლინიკური სიკვდილიც გადაიტანეთ. კი, იყო ესეთი შემთხვევა, მეუბნებიან და მეორედაც სცადეს, მესამედაც, სამი დიდი დარტყმა იყო, მაგრამ როგორც ფენიქსი ისე ახტექით ფერფლიდან აღდგომას ვხედავ მე აქ მეგობრებო, აქ არ არის მე ვხედავ. ნუ პირდაპირ ესე იგი რა, ისევ ფინანსები, ისევ წელის ჩაკრა, ხო? და სასიცოცხლო ჩაკრა, მესამე ჩაკრა. მოკლედ აქ არის როგორ იცით, სურო აი ისევ ისეთი გაკეთებული, რომ თქვენ თავსაც რო ეჩხუბოთ, თქვენ თავში რო შეგივიდეთ ეჭვი მიხვდით, ხო? რომ აი ხავს მოდებულიო რა, ხო ხვდებით, აი ესეთი თემა გაქვთ მესამე ვარიანტში. ნუ
პირდაპირი პრობლემები, აქ არის წყვილებში ხელით შეხებებიც, აქ არის ესეთი პროგრამა წყევლა, გინება ბოდიში მომითხოვია, აქ არის რომ აი გაციებული ურთიერთობა, აქ არის რასორკები, ჩხუბზე გაკეთებული, აქ არის ასტუდები, გაყინვა ქალების და მერე პორჩა რომ მამაკაცებიც უკვე აღარ აი გაცივდა რა, აი ესე всё თვილად იყავით და უცებ გაცივდა, წავიდა, აი ესე მეუბნებიან, მიხვდით ხო და რატო? იმიტომ რომ ჯადოდან აქ სახლს და ოთახს რომ იჩვენებენ, აქ უფრო შინაურებმა გაგიკეთეს ძირითადად, რომ შეიძლება დედამშვილი, აქ ქალი და ორი ბიჭიც ამოდის შეიძლება და მერე წავიდა მამაკაცი, მიხვდით ხო? შეიძლება ესე გააკეთეს, რომ ოპ და წავიდა, მორჩა, აი არაფრის გულისთვის წავიდა ადამიანი, მიხვდით ხო? სუ აქ ეხლა რაინდი ხმლები, ხო ვთქვი არა, ოთხიანი ხმლები და რაინდი ხმლები, აქ არაფერი კარგია რა, თან ეს რაინდი ხმლები აქეთ მოდის, ოთხიან ხმლებთან მოდის, მიხვდით ხო? უკატასტროფესი სიტუაცია მესამე ვარიანტში, აქ ოჯახის წევრები გიკეთებენ, იმიტომ ამოვიდა ორმაგად, რომ კარგად გაიგოთ ეთყობა, გაგაგებინოთ, ანუ მოვიტანო ინფორმაცია თქვენამდე. ესე იგი, აი ხო ვთქვი, უადგილო ადგილას, აი ცა მოწმენდილია, მიწა, ნათელია და უადგილო ადგილას ოპ და წავიდა ადამიანი. მიხვდით ხო? ნუ ბევრს აქ ჩხუბები და რაც ჩამოვთვალე იქედან გამომდინარე, აი ლაგამი გაქვთ გამოდებული, ლაგამი რა, უბრალოდ თქვენს მამაკაცს აქ, ან თქვენ შვილს, ხო? მამაკაცს უგულისხმობ რა, ლაგამი გამოადეს, ლაგამი ხო ხდებით არა? მოითვინიერეს ხო ხდებით და მასკა გაუკეთეს თვალებზე, ესე იგი ბურუსი, მორაკი ქვია ამას, ციგნები უფრო აკეთებენ, აი, ნუ ეხლა ციგნების გარეშეც კეთდება, მაგრამ ბურუსი თვალებზე, ბურუსი, მასკა, აი სხვანაირი ადამიანი გახადეს, მიხვდით ხო თქვენთან, საერთოდ რომ ვერ იცნობთ, შეიძლება გვერდში ყავთ და აი ის არ შეიძლება შვილიშვილიც იყოს, აი იგივე სიტუაცია ამოვიდა, მიხვდით ხო? აქ ყელის ჩაკრა კიდე, აქ არის მოპარვა, ოქრო რა არის? ყოველთვის ოქრო არ არისო, როგორც ბრწყინავსო, მიხვდით ხო? აი თაღლითებზე გამახსენდა ეხლა უცებ წეღარო დავიწყე ჩართვა რომ მოვყევი რომ თაღლითებზე ჩართეთ და ქურდებზე რიტუალი აუცილებლად აქ რაღაც მოპარვა ესეთი ამოდის. ნუ ცხოვრების მოპარვაც არის, მაგრამ აქ უფრო ხალხი, აი ცრუ ხალხი რო შემოვიდეს თქვენთან და სულ სიამოვნებები რო გქონდეთ, მიხვდით ხო, სულ სიამოვნებები და ეს თქვენი მტერი კარგად არის, რო იცოდეთ დაცული აბჯარში, რო იცოდეთ, აბა, ბევრი დაცვები აქვთ, ბევრ დაცვებს ყველაფერზე იყენებენ ეგ დაცვებს, აბა რა. და რა მოკლედ აქ კიდე აი ისევ ჯანმრთელობა, ისევ მამაკაცური პოტენცია, მესამე ვარიანტი უფრო ქალზეც არის, მაგრამ მამაკაცებზე აქ პრივაროტებია წმინდა სისხლის გაკეთებული, რომ ესე იგი ასეა ნათქვამი, აი მარტო ჩემთან იყავით და სხვასთანაც პრივაროტის გამოა ეს წასული ეს მამაკაცი, ვისაც ეს ვარიანტი გაქვთ პრივაროტის გამო, რომ ესე იგი ჯანმრთელობა გაგიუარესდეთ, ხო ხდებით, რომ ესე იგი სადაც გადადგავთ ნაბიჯს, ხო, აი სიტყვაზე მოწმენდილი ცა მწვანე მდელო, არაფერი წინააღმდეგობა, არც ქვები, არც კლდეები, სუფთა წყალია, მაგრამ ეს სხვებისთვის, თქვენ ესე გეჩვენებათ, მიდიხართ და იქ ჭაობი დაგხვდებათ, კლდეები, წინაღობები და ეს მწვანე მინდორი გადამწვარ მინდორად მოგეჩვენებათ, მიხვდით ხო? აქ არის უფრო ისევ ფინანსები, რა თქმა უნდა, კრადნიკები ფინანსებზე მიწიერება, ჩემო კარგებო და ძვლების სახსრები გაიწმინდეთ, ვინ გააკეთა მესამე ვარიანტი? აქ ვისაც განმარტოებულია ეს ადამიანი, ჩუმადარი, თავისთვის ზის, ეს არის პირდაპირ კალდუნმა შეკვეთილია, აქ არის შეკვეთილი ბევრი ხალხისგან და აქ უკვე ჭინკებზე ამუშაობა, ჭინკებზე, არა მარტო სულებზე და არა მარტო ასეთ ისეთზე, ნუ სულ რო განადგურდეთ, ხო ხდებით, აქ პირდაპირ კალდუნი ამოვიდა, მამაკაცი კალდუნი, აქ
არ არის ეს ქართველი აქ არის აზერბაიჯანი, აქ არის თურქეთი, აქ არის ისრაელი, აქ არის ეგვიპტური სხვათა შორის და აქ არის ზემო აჭარაში რომ რას ეძახიან ხოჯა, აი ესე მეუბნებიან. ბევრი მცდელობა, მაგრამ რა არის იცით, უკვე ამასაც უტევენ, ბუმერანგი წაუვიდა ამას, ბუმერანგი წაუვიდა ვინც იწმინდებითო იმ შემთხვევაში. თუ არა და რო დაიწყებთ წმენდებს, აგერ თავი გაიწმინდეთ, მენტალი გაიწმინდეთ, მაქვს ეგ რიტუალიც მე. პირდაპირ კალდუნი ამოვიდა, აჰა. გენაცვლი. მოკლედ დიდი მადლობა თქვენთან იყო, ჯერ არ გათიშოთ, ავიღო, ეს ისევ თქვენი მხრიდან ამინს ნიშნავს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან. გამოიწერეთ არხი, მეგობრებო და არ გემშვიდობებით. მეორე არხზეც უყურეთ ხოლმე, ჩემოძველო გამომწერებო, გადადით მეორე არხზე, ფისო რო ახატია სურათზე, გადადით და იქაც წინაზე დავდები 3 დღის პროგნოზი და უყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.